სამები მაყურებელს ჯილდო რეპრესირებული და ძალადობრივი სისტემის შედეგად მსხვერპლთა მიმართ გამოჩენილი სისასტიკისთვის. ეს არის ის სულა, ის გადაწყვეტილება, რომელიც აჩვენებს, როგორ უჭირთ შენარჩუნება ძალისმიერი რეპრესიული სისტემის. Qavelashuls ჭირდება რიგოს შესჯილდოები იმისთვის, რომ ეს დაშლის პირას მყოფი გუნდი ქართული ოცნება, რომელსაც ახლა ევროპის საბჭოდანაც აძევებენ სამწუხაროდ, როგორმე შეაკოწიწონ და ამ ჯილდოებით ერთმანეთს რევერანსები უკეთონ. ეს ჯილდო იქცა პოლიტიკური ძალადობის აქსესუარად. ეს არის სიმბოლო უსამართლობის, როდესაც გეუბნებიან ევროპის საბჭოდან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ოჯახი და მთელი ამ დროის განმავლობაში ჰქონდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის პროცესი საქართველოსთან დაკავშირებით დაესრულებინა და ამას ვცდილობდით იმ წლებშიც, როდესაც მათ შორის მეც ვიყავი ამ ასამბლეის დელეგაციის წევრი და დიდი შრომა აქვს ამ პროცესში პირადად დელეგაციას და თედო ჯაფარიძეს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს ჩადებული, შემდგომ ხელმძღვანელსაც და მთელ გუნდს. ეხლა ვხედავთ, რომ სწორედ ამ ძალადობრივი ქმედებების და დემოკრატიის უკუსხვის გამო უმკაცრეს სანქციას იყენებს ევროპის საბჭო. ამ დროს ყაველაშვილი რასაც აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ გააიაზრონ რა ხდება, გააცნობიერონ რა მასშტაბის საერთაშორისო izolაციაში აქცევენ ქვეყანას, ერთმანეთს ჯილდოებით ამხნევებენ. ეს არის უკიდურესი დაცემის და სიბრმავის, პოლიტიკური სიბრმავის ნიშანი. ძალიან სახიფათოდ ჩანს ეს ყველაფერი მათთვის და ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ანა ეხლა თქვენ იცით გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და ევროპის საბჭოს აი ეს ბოლო გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. მე არ მახსენდება რუსეთის გარიცხვის შემდეგ და იმ პერიოდში ვიყავი ასამბლეის წევრი, როდესაც რუსეთის ფედერაცია გარიცხეს ევროპის საბჭოდან, ჯერ შეუჩერეს სტატუსი, შემდეგ გარიცხეს. არ მახსენდება მსგავსი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მიიღოს და მით უფრო, როდესაც სხვა შორის დღეს იხსენებდა თქვენი ტელევიზია ვიდია ივანიშვილის გამოსვლას 2013 წელს, მაშინაც იქ ვიყავი ასამბლეაში, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ჩვენ, რომ იმღეობა ქონოდა ევროპის საბჭოს დელეგაციებს ამ გამოსვლის დროს და იყო ძალიან კრიტიკული მოსაზრებები და მათ შორის იყო ძალიან ესეთი დაკვირვებული პროცესი. ჩვენ გავიხსენეთ კიდეც ეკა რას ამბობდა მაშინ ივანიშვილი, კარგად არის ეს ყველაფერი არის არქივში, ის ამბობდა, რომ მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებდა, რომ სტრატეგია სრულიად გამჭვირვალე ყოფილიყო და ხელი შეეწყოთ დასავლური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობისთვის საქართველოში. აი წარმოუდგენელი რეგრესი ყველა მიმართულებით, ხო, მათ შორის მაშინდელი პრემიერი ივანიშვილი ამბობდა, რომ სტაბილურად მიიწევენ წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რუსეთსაც ახსენებდა და ამბობდა, რომ იმედის მომცემი იყო ვითარება, რომ რთული დასაწყისის შემდეგ ევროკავშირისგან მიღებული გაკვეთილების ცხოვრებაში გატარებას აპირებდა ქართული ოცნება. აი ამის შემდეგ ეხლა რატომ გავიხსენე ისიც ეკა, აი დღევანდელი რეაქცია რაც არის ქართული ოცნების კი დეტალურად აღვიწერეს ოპოზიციონერებმა, იქ რა ხდებოდა წულუკიანი, როგორ ღელავდა მისი რეაქციები და ასე შემდეგ რაღაც მომენტში დარბაზის დატოვებისკენაც მოუწოდესო მას აღელვების გამო, მაგრამ რეალურად ივანიშვილს ეხლა აღელვებს ეს პროცესი, რომელიც მიდის, ანუ კიდევ იქამდე მივდივარ, ხშირად ვსვამ ამ კითხვას, რა არის ივანიშვილის რეალური უკან დახევის მექანიზმი. წულუკიანი, რომელიც სტრასბურგში მუშაობდა და შესაძლოა კიდევ კონდეს რაღაც გარკვეული გეგმები ან სხვებს, არ ვიცი, მათთვის ეს საკითხი ძალიან ხელშესახები და შესაძლოა აქტუალურიც იყოს, მაგრამ ხო ივანიშვილია გადაწყვეტილების მიმღები. აი რეალურ სურათზე რომ ვილაპარაკოთ, ეს ახევინებს თუ არა უკან ივანიშვილს, აი როგორ ხედავთ ამ პროცესს, რომელზეც ჩვენ ვუყვებით მუდმივად მაყურებელს? ანა, რეალური სურათი ძალიან კარგად ჩანს. მცდელობა რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და ყველა დანარჩენი არის აი ამ პოლიტიკური აქსესუარის
შინაარსის თუ ფორმის გამომხატველი და არა გადაწყვეტილების მიმღები. რეალური სურათი რაც ჩანს არის ის, რომ აი გარკვეული მცდელობა ხო ქონდა თუნდაც ევროპის საბჭოში რაღაც ნაბიჯები გადადგეს, ცდილობდა წულუკიანი ხო ეს იმიტომ რომ ამორჩეველსაც ითვალისწინებენ ისინი, ხო ყველა კოცი არ არის იმაზე თანახმა რომ ლანგრით მიაწოდონ ინფორმაცია თქვათ რუსეთთან αφილაციის შესახებ ბოლომდე, ხო ეს არ არის მათ ინტერესში. რა თქმა უნდა, იმიტომ არ ცდილობდა რომ დემოკრატიის კენ რაღაც ნაბიჯებს დგამენ, არა, მარცხის პირისპირ დგომა არ უნდოდათ და მორიგი წარუმატებელი შედეგით დაბრუნება. თორე გააზრება იმისა, რა შეიძლება მოგიტანოს უკეთესი შედეგი, რომ გქონდეთ ამის გააზრება, არც ამდენი პოლიტიკური პატიმარი იქნებოდა, არც მზია ამაღლობელის ასეთი უკიდურესად სახიფათო შიმშილობა იქნებოდა საჭირო და აქვე მინდა ვთქვა რომ ყველა გთხოვთ მას რომ შეწყვიტოს ეს შიმშილობა, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა და არა მარტო მისთვის ჩვენ ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობა და ეს უკიდურესი ნაბიჯების გადადგმა რომ ჭირდება ქალ ჟურნალისტს რომ შეაჯანჯღაროს სისტემა და შენ ევროპის საბჭოში ჩადიხარ და ამის საპასუხოდ ზღაპრებს ყვები თან უნიჭოს ზღაპრებს და აქ ნაბის არ დგამ აი ამიტომ ჩანს რომ ეს რეალური სიტუაციის შეცვლის სურვილი კი არ არის უბრალოდ უნდათ ეჩვენებინათ რომ რაღაც სარგებელი მათთვის მიღებული იქნა და ეს ზღაპრების მოყოლა, უნიჭოს ზღაპრების მოყოლა, ზღაპარი კიდევ ამაზე ეჩვენება იმ პროცესთან შედარებით. აი ზეწოლის მექანიზმი არის ეს დოკუმენტი, თუნდაც საერთაშორისო დოკუმენტში პირველად არის ახალი არჩევნები ნახსენები, ხო ეს ოფიციალური დოკუმენტია, ამიტომ უფრო სხვა ღირებულების მქონია ვიდრე საუბრები ხელახალი არჩევნების სურვილზე. აი ყველა აქტორის გათვალისწინებით იქნება ეს მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიცია თუ სხვა ამით შესაძლებელია ზეწოლის მოხდენა ივანიშვილზე, აი ამას გეკითხებით და თუნდაც თქვენი კავშირები, გამოცდილება მასთან ვიცი რომ აღარ გამოდგება არსებული სურათის გათვალისწინებით, მაგრამ მაინც გეკითხებით, ანუ რეალურად მას რამ შეიძლება დაახევინოს უკან? ხო, რა შეიძლება იყოს შედეგის მომტანი? მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს გადაწყვეტილება, რომელიც არა ივანიშვილს მიეხმარება, ხიზლად შეხედოს პროცესებს, არა, ეს მე მგონი უფრო მეტად გააძლიერებს თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს და ეს დაეხმარება საერთაშორისო კონსოლიდირების თვალსაზრისით გარე მხარდაჭერას ქვეყნის მეგობრების, ხაზგასმით ვამბობ ამას მეგობრების და არა მათი წარმოსახვით ქვეყნის მტრების, მეგობრების ძალისხმევას ჩვენს ბრძოლას ცვლილებებისთვის, სადაც პრეზიდენტი დგას ამ ბრძოლის სათავეში და რაც მთავარია, მე მაინც მგონია რომ თვითონ ივანიშვილი, რომელიც აი იმ ძველი, ესე ვთქვათ, ჩემი ინფორმაციებიდან და მასთან კომუნიკაციით მიღებული დასკვნებიდან, რომელიც ყოველთვის აჩვენებდა, რომ კრიტიკულ მომენტში უკან დახევის რესურსი ჰქონდა, ეხლა მას ეს რესურსი როგორც ჩანს არ გააჩნია. არა იმიტომ არ უნდა რომ არ გააჩნია, როგორც ჩანს ვერ იხევს უკან, იმიტომ რომ ის თვითონ არის ეხლა თავის თავთან ჩიხში შესული. ჩვენ გვჭირდება ეხლა ჩვენი ძალისხმევის გაძლიერება და უფრო მეტი მე მგონი ეხლა უფრო მეტი რაღაც ახალი სხვა ტიპის ბრძოლის მეთოდების ჩართვაც და გამრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ბრძოლის იმისთვის რომ გაზაფხულზე ხო ბოლომდე არ ვამბობ და ვერ ვამბობ, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან კარგია რომ ეხა რეგიონების გაძლიერების პროცესს ხელშეუწყობს და ამ პროტესტში კიდევ უფრო მეტად ჩართვის პროტესტს ხელშეუწყობს აი ეს გასვლითი ტურები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია უკვე თქვენს გეცოდინებათ რომ არის ეს რეგიონალური შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტის, რომელიც ჩავა რეგიონებში, ქართული კულტურის და ხელოვნების, რომელიც რეგიონებში აპირებს სწორედ ამ საპროტესტო მუხტის მობილიზებას. მე მგონია, რომ ეხლა ჩვენ უნდა გავშალოთ ეს ძალისხმევა, რომ გაზაფხულისთვის და მეტად არ გაიწელოს არჩევნები დაინიშნოს.
გარედან ეს პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები შეიქმნა. ევროპის საბჭომ თავისი ვადა დაუდგინა საქართველოს დელეგაციას და უთხრა, რომ თქვენ კომიტეტებშიც ვერ მიიღებთ მონაწილეობას და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კომიტეტები ყოველთვე იმართება, ზოგჯერ თვეში ორჯერაც და ეს მნიშვნელოვანი კომიტეტებია, ეს არ არის ჩვეულებრივი რუტინა, ეს კომიტეტები ამზადებს საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილებას ასამბლეის თვისი გარდაუშვებენ ქართულ დელეგაციას, ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს აპრილამდე და ყველა ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გათავისუფლდეს აი ხა თებერვალში, რაც შეიძლება სწრაფად, რომ აპრილამდე უკვე არჩევნების თარიღი დაინიშნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც აბსოლუტურ იზოლაციაში ექცევა ქართული ოცნება და გადაწყვეტილება არის მისაღები, მე ვფიქრობ, რომ უკვე იმ მეთოდებთან დაკავშირებით და ბრძოლის იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც აქამდე იყო. ეს არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური ბრძოლა, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო სხვა ფორმები, რომელიც ასევე კონსტიტუციურია და გამოსაყენებელი. ამას შეგვიძლია მერე ვისაუბროთ.